გამარჯობა, ეს ბიზნეს პარტნიორია თქვენ საქართველოს პირველ არხს უყურებთ. საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 6.6%-ით გაიზარდა, იანვარ-აგვისტოში კი ზრდამ თითქმის 8%-ს მიაღწია. საქსტატის მონაცემებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა სექტორებმა: საფინანსო და სადაზღვეო, ასევე პროფესიულმა, სამეცნიერო და ტექნიკურმა საქმიანობებმა, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორმა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდა. საფინანსო ინსტიტუტის მოლოდინი წელს ეკონომიკა ჩვენს ქვეყანაში 7%-ით გაიზრდება, რაც აპრილში ნავარაუდებ მაჩვენებელს 1%-ული პუნქტით აღემატება. ADB-ის ყოველწლიურ ეკონომიკურ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ზრდას ხელს უწყობს მომსახურების ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში ძლიერი მაჩვენებლები, ასევე მნიშვნელოვანია კერძო მოხმარების მდგრადობა და უცხოელი ინვესტორების მაგებული რეინვესტირება. საქართველოს სტაბილური ეკონომიკური ზრდა გლობალური რისკებისა და გაურკვევლობის პირობებში მომავლისთვის დადებით მოლოდინებს გვიჩეს, აცხადებს ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში. ლესლი ბიარმან-ლამმა ყურადღებას ამახვილებს ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობასა და საგზაო ქსელის გამოყენებას მეტი ვაჭრობისა და სატრანზიტო ტვირთების მოსაზიდად. საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზის ზრდის ფონზე რა მაკროეკონომიკური წინაპირობაა ქვეყანაში და როგორია მოლოდინები ქართულ საინვესტიციო ბანკებში, სტუმართან გალთენ თაგერთის ეკონომისტ ლაშა ქავდარაძესთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. აზიის განვითარების ბანკმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. როგორია თქვენი შეფასება გალთენ თაგერთის მოლოდინები, აქამდე არსებული ტენდენციები პრაქტიკულად თქვენით და საერთაშორისო ორგანიზაციებისაც თითქმის ემთხვევა, მთლიანობაში რა ფაქტორები განაპირობებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მინდა დავიწყო იმით, რომ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით 2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 7.9%-ით გაიზარდა. საკმაოდ ძლიერი იყო ეს ზრდა წლის პირველ ნახევარში, პირველ კვარტალში 9.8% იყო, მეორე კვარტალში 7.3% იყო. ჩვენი პროგნოზი არის ის, რომ მთელი წლის წლიურ ჭრილში, ანუ 2025 წელს ეკონომიკური ზრდა იქნება 7.5%. ეს ემყარება შემდეგ პროგნოზებს ასევე, რომ მესამე კვარტალში საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება 6.5%-ით და მეოთხე კვარტალში გაიზრდება 6.8%-ით. საქსტატის წინასწარი მონაცემით გვაქვს, რომ ივლისი-აგვისტო დაახლოებით ახლოს არის 6 ნახევართან, ანუ ჩვენი მოლოდინი, რაც არის იმ მოლოდინს შეესაბამება ეს პროგნოზები და შესაბამისად საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გადახედვა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზისა საკმაოდ რეალისტური არის. მოგეხსენებათ, ჩვენ ვიყავით გალთენ თაგერთი იყო პირველი, რომელმაც ადრე გადახედა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, შემდეგ იყო სავალუტო ფონდი, რომელმაც 7.2%-მდე გაზარდა 2025 წლის მოლოდინი და შემდგომ უკვე სხვა საფინანსო ორგანიზაციები დაემატა, ასე ვთქვათ, აი ამ გადახედვას. მიმდინარე წელს ჩვენი შეფასება არის, რომ ეს ზრდა ძირითადად მოხმარებით იქნება განპირობებული და რაც შეეხება დარგების დონეზე, მომსახურების დარგები არის დომინანტი, როგორც წინა წლებში იყო. ანუ მომსახურების დარგების კონტრიბუცია საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება და ეს ფაქტობრივად იმაზე მეტყველებს, რომ აი ამ დარგებში წლიდან წლამდე მაღალი არის ეკონომიკური აქტივობა. თქვენ როგორც ახსენეთ, აგვისტოში მაგალითად ჩამოთვალეთ ის დარგები, რომლებიც განაპირობდა აგვისტოს ეკონომიკურ აქტივობას, ეს დარგები ფაქტობრივად წინა თვეებშიც ასე ვთქვათ სოლიდურ დონეზე რჩებოდა და წლიურ ჭრილში ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასე ვთქვათ ეს ტენდენცია იქნება შენარჩუნებული. კი ბატონო, თვითონ რა ფაქტორებია მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალ ტემპს ინარჩუნებს საქართველო? განსაკუთრებით ეს კითხვა აქტუალურია გლობალურ პროცესებიდან გამომდინარე, რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ანუ ჩვენთან რა ფაქტორები არის მთავარი წინაპირობა ეკონომიკური ზრდის ამაჩვენებლების?
დიახ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის სავალუტო შემოდინებები, რომელიც წლიდან წლამდე მზარდი არის. აქ სავალუტო შემოდინებებში იგულისხმება ფულადი გზავნილები, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები, ასევე აქტიური არის, ასე ვთქვათ, ეკონომიკის დაკრედიტება საბანკო კუთხით. აგვისტოს მონაცემებით საბანკო დაკრედიტება 15% არის გაზრდილი და დომინანტი არის ბიზნესზე, მსხვილი ბიზნესზე გაცემული დაკრედიტება, რომელიც საინვესტიციო აქტივობის ნაწილს წარმოადგენს. ასევე ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, რომ მიმდინარე წელს ლარი გამყარდა წლის დასაწყისიდან 3.7% არის გამყარებული სექტემბრის ბოლო მდგომარეობით. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის, რომელიც კიდევ მეტად უფრო აძლიერებს სამოხმარებლო მოთხოვნას და თუ ჩავიხედავთ და უკვე აღვნიშნე კიდეც, რომ ეკონომიკურ ზრდას რა განაპირობებს კომპონენტების დონეზე მოხმარება რჩება მთავარი კონტრიბუტორი, მაგალითად საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების საფუძველზე პირველ ნახევარში ეკონომიკა, რომელიც გაიზარდა 8.4%-ით, აქ 6.3% პუნქტი მოხმარების კომპონენტზე მოდის. ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საშუალო წლიური ინფლაცია 3%-თან ახლოს არის, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ მზარდი არის თვიდან თვემდე ეს ინფლაცია, აგვისტოში მაგალითად 4.6% იყო წლიური ინფლაცია, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ასე ვთქვათ, დროებითი, რომელიც იხსნება გარკვეულწილად გასული წლის გარკვეულ პროდუქტებზე ერთჯერადი ფაქტორები იყო, რომელიც მიილია, თუმცა 2020 ბატონ ლაშა, სამწუხაროდ თქვენი ხმა ცუდად ისმის, ამიტომ კითხვას პოლიტიკიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეროვნულ ბანკს ლართან დაკავშირებით ვიკითხავ, ბატონ ლაშა, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ახსენეთ, რომ ლარი საკმაოდ გამყარდა. რა არის განმაპირობებელი ლარის ამ სიმყარის, ბუნებრივი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა და მათ შორის მოხმარების ნაწილმაც ამ ხელი შეუწყო, თუმცა მოლოდინი როგორი უნდა ქონდეს საზოგადოებას, ეს კითხვა არის ყველაზე აქტუალური ხოლმე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ საარჩევნო პროცესში და შესაბამისად ეს პერიპეტიები მეტ-ნაკლებ დაწოლას ახდენს ყოველთვის ეკონომიკაზე. ჩვენ ხედავთ, რომ ლარის კურსი უკვე თებერვლიდან დაწყებული ყოველ თვე მყარდებოდა, აი ამ გამყარებაში მნიშვნელოვანი წვლილი კვლავ ძლიერ ფუნდამენტურ ფაქტორებს ჰქონდა, ამასთანავე აღსანიშნავი არის დოლარი, რომელიც გლობალურად არის დასუსტებული. აი ამ და მესამე ფაქტორი არის კიდევ თუ მანამდე მაგალითად პირიქით კონვერტაციები იყო, თებერვლიდან უკვე ჩვენ ხედავთ, რომ უცხოური ვალუტიდან ლარში კონვერტაციები ხორციელდებოდა თებერვლიდან დაწყებული ივლისის ჩათვლით, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორი არის. აი ამ ფონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვნად შეავსო საერთაშორისო რეზერვები 1.5 მილიარდი შეისყიდა და საერთაშორისო რეზერვების მთლიანი დონე 5.2 მილიარდ ამერიკულ დოლარამდე გაიზარდა. ეს არის, ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგი ტენდენცია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე მოსალოდნელი, რასაც წელს საშუალოდ და ამაში როგორც ფუნდამენტურ ფაქტორებთან, ასევე ანალიტიკოსები საუბრობენ, საერთაშორისო ანალიტიკოსები, რომ დოლარი კვლავ გლობალურად დასუსტებული დარჩება 2026 წელსაც, რომელსაც ასე ვთქვათ ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს. ამიტომ ამ კუთხით ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2026 წლის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ჩვენი მოლოდინით 6%-ით გაიზრდება, კვლავაც მნიშვნელოვანი იქნება სტაბილური გაცვლითი კურსის როლი, რომლითაც ასე ვთქვათ კიდევ უფრო გაიზრდება როგორც სამოხმარებლო, ისე საინვესტიციო განწყობები. ძალიან დიდი მადლობა, ლაშა ქავთარაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. ახლა რეკლამის შემდგომ დაგიბრუნდებით ეთერში. აიკრძალება სესხებზე წლიურად 12%-ზე მეტის დარიცხვა. მედიკამენტები გაიგდება თურქეთის ფასში. შეიზღუდება კორპუსების მშენებლობა. კახაკუკავა თბილისის მერად. თავისუფალი საქართველო ნომერი 7.
თუ დახურულ წრეზე ტრიალი მოგბეზდა, გინდა დედაქალაქის ბიუჯეტის კონტროლის რეალური მექანიზმის შენხელში, გინდა საცობების პრობლემების მოგვარება და დანგრეული შენობების რეაბილიტაციის პროგრამა, კონსერვატორები საქართველოსთვის ნომერი 3. გაჩეჩილაძე თბილისის მერა მწვანეების საკრებულოში, გიყვარს თბილისი, აირჩიე 12. შეწყვიტე ოცნება. აირჩიე ნამდვილი მშვიდობა და კეთილდღეობა. გააფერადე 25. გახარია საქართველოსთვის. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ნომერი 8. ბედნიერია ის, ვისაც სამშობლოსათვის უძგერს გული. მოვდივართ ეროვნული ღირსებით. მამული ენა სარწმუნოება. მამული ენა სარწმუნოება. არჩევნებზე ხმას ვისაძლევთ. გირჩს ვაფერადე, ბებო, ძლივს ჩემიანი მეყოლება საკრებულოში და ნებისმიერ დროს დაუკავშირდები თუ რამეში დამჭირდა. თვითმმართველობა ხალხის სამსახურში. გავერთიანდეთ საქართველოსთვის. პარტია ჩვენი გაერთიანებული საქართველო. გააფერადეთ ნომერი 5. ხმას ვისაძლევთ. იაგოს, ბაბუ. მაგის გადაცემით გავიგეთ რა ხდებოდა ჩვენს ახალგაზრდობაში. მოდი არჩევნებზე და არ შეწყვიტო ბრძოლა. კახა კალაძის მერობის მესამე ვადაში თბილისის განვითარების ფონდი აქტიურად განაგრძობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას და რესტავრაციას. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ნარიყალას ციხეს, მეორე ეტაპი ჭადრაკის სასახლესა და ალპური კლუბის შენობას, სულხან საბა ორბელიანისა და ინგო როყას ქუჩებს, შენობა ნაგებობებსა და ქუჩის საინჟინრო კომუნიკაციებს, ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ გალავანსა და შენობა ნაგებობებს, რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობა ნაგებობების ფასადებს, ქორწინების სასახლეს, ჯონქაძის ქუჩის ნომერ 12-სა და 14-ში მდებარე შენობებს, კოტე აფხაზის, აბესაძის, პავლაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს და მათზე არსებულ შენობა ნაგებობებს. განახლდება სიონისა და ნარიყალას ტაძრების სახურავები. ქართული ოცნება. აირჩიე 41. სამშობლოს გადარჩენის სერვისი 36-36-36. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ნომერი 8. გაჩეჩილაძე თბილისის მერა მწვანეების საკრებულოში, გიყვარს თბილისი, აირჩიე 12. სამშობლოს გადარჩენის სერვისი 36-36-36. ბიზნეს პარტნიორი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. გასული თვე საპენსიო ფონდისთვის მომგებიანი იყო, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აქციების ფასების ზრდამ განაპირობა. დადებითი დინამიკა კომპანიების კვარტალურ შედეგებს, გაუმჯობესებულ ეკონომიკურ გარემოსა და ფედერალური რეზერვის მიერ შერბირებული პოლიტიკის მოლოდინებს უკავშირდებოდა. რომელ პორტფელში ინვესტირებაა ამჟამად ყველაზე მომგებიანი და ადგილობრივ თუ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე აქტივობის რა გეგმები აქვს საპენსიო ფონდს. დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, მოგესალმები. აგვისტოში ყველაზე მაღალი ზრდა დინამიკურმა პორტფელმა აჩვენა. ამასთან უნდა ითქვას ისიც, რომ დინამიკური პორტფელი ზოგადად გრძელვადიანი შემოსავლიანობის კუთხითაც ლიდერობს. პორტფელების შექმნიდან დღემდე მისი წლიური ამონაგები 14%-ია, დაბალანსებული პორტფელის 13%, კონსერვატიული პორტფელის ამონაგები კი 12%-ს შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ ფინანსურ შედეგებს, საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა აგვისტოს ბოლოსთვის 7 მილიარდ 400 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 1,9 მილიარდ ლარს გადააჭარბა. როგორც იცით, მოქალაქეებს სასურველი საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება თავად აქვთ. საპენსიო ფონდში კი აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში კონსერვატიული პორტფელიდან გადასვლები ძირითადად სწორედ დინამიკურ, ანუ შედარებით მაღალრისკიან პორტფელებში ფიქსირდება. აპრილში გვქონდა დიდი ტურბულენტობა პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ტარიფების შემდეგ, თუმცა აპრილიდან მოყოლებული ძალიან გაზრდილი არის პორტფელების მომგებიანობა. 20 სექტემბრის მდგომარეობით დინამიკური პორტფელი ინარჩუნებს ლიდერობას, დაახლოებით 3.5% პუნქტით ჯობნის კონსერვატიულ პორტფელს და რაც შეეხება დინამიკას, დინამიკურ პორტფელში გადასვლების, როგორც იცით, მოქალაქეებს თავად შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი სასურველი საინვესტიციო
პორტფელთან დაკავშირებით ხედავთ ამ მიმართულებით დადებით დინამიკას წელს თითქმის 80% გადასვლების კონსერვატიული პორტფელიდან სწორედ დინამიკურ პორტფელში ხდება და პორტფელის ზომა 50 მილიონ ლარს გადააჭარბა. თუმცა მაინც ჩვენი აქტივების 99% ინვესტირებული კონსერვატიულ პორტფელშია, ვინაიდან ავტომატურად მოქალაქეები კონსერვატიულ პორტფელში არიან განაწილებული. პენსიო ფონდი ადგილობრივ კაპიტალის ბაზარზეც გააქტიურებულია. ფონდს ამ მიმართულებით უკვე 10-ზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, თუმცა ეს მაჩვენებელი ჯერ მაინც მცირეა და მთლიანი აქტივების მხოლოდ და მხოლოდ 2%-ს შეადგენს. მზარდია თავად კორპორაციული საჯარო ობლიგაციების ბაზარიც, ბოლო მონაცემებით კაპიტალის ბაზრის ზომა 2.5 მილიარდ ლარს უტოლდება, ინტერესი ორმხრივია და აქტივობა მაღალია როგორც ინვესტორების, ასევე ემიტენტების მხრიდანაც, რაც შეეხება გამოწვევებს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის ძირითადი პრობლემა კვლავ ინვესტორთა ბაზის სიმცირეა. მნიშვნელოვანია რომ ინვესტორთა ბაზა გავზარდოთ, არ ვიყოთ ჩამოკიდებული მხოლოდ ქართველ ინვესტორებს და ინვესტორებს, ვინც შეჩვეულებენ საქართველოს ბაზარში ინვესტირებას და მეტად მოვიცვათ საერთაშორისო ინვესტორთა ბაზები, მეტად გავაცნოთ ჩვენი ბაზარი პოტენციალი. უმეტესწილად განთავსებები წელს დაახლოებით თუ არ ვცდები 60%-ზე მეტი განთავსება წელს ლარში მოხდა და ეს ძალიან სასიხარულოა რომ ხედავთ რომ ლარის ბაზარიც არსებობს, თუმცა პარალელურად ბევრი კომპანია ვინც აქამდე უკვე გამოუშვა და ასევე ფიქრობს რომ იმისები გააკეთოს სხვა ვალუტაში, მათ შორის დოლარშიც და ევროშიც. ვიტყოდი რომ ეროვნული ვალუტის განთავსებების შემთხვევაში ძალიან გვიჭირს ხოლმე მრავალფეროვანი ინვესტორთა ბაზის მოძიება და ინვესტორები, რომლებიც ადგილობრივი ვალუტის განთავსებებით ინტერესდებიან, უფრო მეტად არიან ინსტიტუციონალური ინვესტორები. როგორც წესი, ადგილობრივი ვალუტის განთავსებების შემთხვევაში მეტწილად ინვესტორები არიან ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, თუმცა მოგახსენებათ, რომ ადგილობრივი ბაზრის ზომა მაინც, ასე ვთქვათ, ლიმიტირებული არის, ამიტომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ საკმაოდ გრძელვადიანი ინვესტორი და ვართ დაინტერესებული აქტივების დივერსიფიკაციით, მოლოდინი გვაქვს, რომ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრებზე კიდევ ვნახავთ გამოცემებს და ამ ემისიებში მივიღებთ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, შერჩევითად. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული ჩვენს ანალიზზე, როგორც სექტორის, ისე კომპანიის მომგებიანობის, ისე მომავალი პერსპექტივის და ჩვენი მონაწილეების ინტერესებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ამ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს. ამ დროისთვის ბაზარზე გამოშვებული კორპორაციული საჯარო ობლიგაციებიდან 1.6 მილიარდი ლარი დოლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდებია, 740 მილიონი ლარში, ხოლო 180 მილიონი ლარი კი ევროში. ძალიან დიდი მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. ნიკორამ გალთენთაგერთის მხარდაჭერით 100 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანშის სახით 60 მილიონი ლარის ობლიგაცია განათავსა. ობლიგაციების ინვესტორთა წრე მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს და საქართველოს საპენსიო ფონდს. ობლიგაციებით მოძულ სახსრებს კი კომპანია კაპიტალური დანახარჯებისა და არსებული ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს. მინდა პირველ რიგში მიულოთ სონიკორას წარმატებით დახურვა 100 მილიონიანი რაუნდის პირველი ტრანშის. ეს მანდატი ექსკლუზიურად გალთენთაგარტის მონაწილეობით შესრულდა და საკმაოდ დიდი ინსტიტუციონალური და ასევე საცალო ინვესტორთა ინტერესი ჰქონდა, რამაც გამოიწვია აღნიშნული ტრანშის წარმატებით დახურვის შესაძლებლობა. ბაზარი ძალიან დინამიურად ვითარდება, სექტემბერი განსაკუთრებით აქტიური თვე იყო და სექტემბერში გამოშვებულმა ემისიამ გადააჭარბა მილიარდ ლარს, წლის მეორე ნახევარი საკმაოდ აქტიურად გრძელდება შედარებით უფრო ნელი სტარტის, ნელი პირველი კვარტლის შემდეგ. ამ ბონდების ემისიით ჩვენ ვახორციელებთ, ვაფინანსებთ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც ჩვენი ჯგუფის შიგნით მიმდინარეობს. ეს პროექტები შეეხება როგორც ზრდას საწარმოო რესურსებში, ასევე ლოგისტიკური კუთხით ლოგისტიკურ ცენტრების მშენებლობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს არის 120 მილიონიანი ინვესტიციის პირველი ტრანში. პირველი ტრანშით ძირითადად ხდება წინარე ემიტირებული ბონდების რეფინანსირება და ნარჩენი ნაწილით ხდება ინფრასტრუქტურის პროექტების დაფინანსება, ხოლო მეორე ტრანშით, რომელიც მომდევნო წლებში გვაქვს დაგეგმილი მათი გამოშვება, მოხდება ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა.
კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა დღევანდელი მონაცემებით მოსავლის დაბინავება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს და უკვე 163,000 ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. ღვინის საწარმოებს ყურძენი 13,000-მდე მევენახემ ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ რთველი საკოორდინაციო შტაბში 550-მდე ღვინის კომპანია და მარანია დარეგისტრირებული, რომლებიც ყურძნის მიღება გადამუშავების პროცესში სხვადასხვა ეტაპზე ერთვებიან. წელს კახეთის რეგიონში 200-დან 250,000 ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. კახეთში აქტიურ ფაზაში შევიდა, იგულისხმება, რომ 10,000 ტონაზე მეტია უკვე დღეღამური გადამუშავება, იკრიფება ყურძენი და ბარდება ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის ჩაერთო ახმეტისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებიც. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ ნახევარზე მეტი ყურძენი უკვე გადამუშავებულია და დაბინავებული. კახეთი მასშტაბური ღონისძიებისთვის ემზადება 11 ოქტომბერს გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2025 გაიმართება. ღონისძიების თარიღის მოახლოებას ასობით მეღვინე და მეწარმეელის. ფესტივალს წელსაც 1000-ობით ვიზიტორი ეწევა, თუმცა მანამდე ორგანიზატორებმა სტუმრების ნაწილის რთველში და უკვე დაპატიჟეს. როგორია მოლოდინები ფესტივალის გახსნამდე, ნახეთ კრისტინე გამთენაძის სიუჟეტში. 1 2 და ცეცხლი აითო თამაში დაიწყო. ზუსტად ასე, თამაშით, ხიარული განწყობითა და შეძახილებით დაიწყო საჩვენებელი რთველი გურჯაანში. ყველაზე მასშტაბური ღვინის ფესტივალის ოფიციალურად გახსნამდე რეგიონს ინფლუენსერები ეწვივნენ. რთველი ნამდვილ გართობად და დღესასწაულად სწორედ მათ აქციეს და ამგვარად საკუთარ გამომწერებს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ შეატყობინეს. პირველად რთველში იყო სხვადასხვა აქტივობებია დაგეგმილი, მაგრამ პირველი იყო ვინ უფრო ორ ჯგუფად გავიყავით სტუმრები, ვინ უფრო სწრაფად მოკრიფავდა იმ ოდენობის ღვინოს, რომელიც მე ჩვენ თვითონვე უნდა დავწუროთ და მე გავიმარჯვე როგორც ყველაზე სწრაფი მკრეფავი. დამიხარია, რომ დღეს აქ ვარ. ძალიან საინტერესოა ჩემთვის ყველაფერი ის, რაც აქ ხდება და ძალიან სასიამოვნო. მნიშვნელოვანია ზოგადად პოპულარიზაცია ესეთი ღონისძიებების და მაგიტომ ვარ მე აქ, რომ ბევრ ხალხს გავაცნო თუ რა ხდება გურჯაანში დღეს და რა მოხდება 11 ოქტომბერს. თამაშის შემდეგ ეტაპში ბიზნეს პარტნიორიც ჩაერთო აქტივობაში. მე საწნახელში ღვინოს პირველად წურავ. გოგოებო, თქვენი გამოცდილება როგორია? ძალიან მაგარი გამოცდილება გვაქვს, 10 წელია ღვინოს წურავთ და დღეს ვაჩვენეთ ჩვენი შესაძლებლობები ყველა. ღვინის დაწურვის რა გითხრათ, თუმცა სოციალურ ქსელებში აუდიტორიის ყურადღების მიპყრობისა და მათი მოზიდვის გამოცდილება აქ შეკრებილ ადამიანებს ნამდვილად არ აკლიათ. შესაბამისად, ორგანიზატორები წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებულ ხალხმრავლობას ელიან. ვეპატიჟებით ყველას, მეგობრებს, ოჯახის წევრებს და ნებისმიერ მსურველს, ვისაც უყვარს ღვინო, ქართული გასტრონომია, საუკეთესო მუსიკის მოსმენა. ღვინის ფესტივალის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, განსაკუთრებით ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას და წვლილი შეიტანოს იმ განვითარებაში, რასაც ზოგადად ჩვენი ქვეყნის ეროვნულ სიამაყეს ქართულ ღვინოს ეხება. წლიდან წლამდე გურჯაანის ღვინის ფესტივალის ცნობადობა მზარდია. შარშან ღონისძიებამ 400-ზე მეტ მონაწილესა და 30,000-მდე სტუმარს უმასპინძლა. ქვევრისა თუ მარნის ღვინოების მრავალფეროვნების გარდა ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივები თავის მოწონებას ბუნებრივია გასტრონომიითაც შეეცდებიან. წვადი კახეთთან ისე არის შერწყმული, როგორც ყველი და პური რა. გურჯაანის ღვინის ფესტივალი წელს უკვე მე-7-ად გაიმართება. ღონისძიება 11 ოქტომბერსაა დაგეგმილი. სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტომ ინსტიტუციური განვითარების გრანტზე საჯარო კონკურსი გამოაცხადა. მცირე გრანტების კონკურსზე კი მალე საგრანტო განაცხადების გამხილველი საბჭოს გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. რა ტიპის გრანტებზე ამ ეტაპზე გამოცხადებული კონკურსი ვის შეუძლია მასში მონაწილეობა და რა მოლოდინია მცირე გრანტების კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სტუმართა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარესთან თამარ ზოდელავასთან ერთად ვისაუბრეთ. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, თქვენს პირველ სტუმრობას.
როდესაც სააგენტო ახლად იწყებდა აი ამ საგრანტო პროექტებზე განაცხადების გამოცხადებას, ძალიან დიდი ინტერესი მოყვა და ბევრი კითხვა იყო რა როგორ და მე დარწმუნებული ვარ რომ ამ კითხვებზე ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს რომ სათანადო პასუხი გაიცით ყველა იმ ადამიანს რომელსაც ამ მიმართულებით ინტერესი ჰქონდა. რა ეტაპზე ვართ ახლა? მე ვახსენე უკვე ახალი განაცხადი რომელიც გააკეთეთ და ის რაზეც უკვე დავუშვათ იგივე გასული სეზონის ბოლოს მე და თქვენ საუბრობდით. დავიწყოთ ახალი განაცხადით, რას მოიცავს, ვის შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება და მე უკვე მთლიანობაში აი აქამდე ამ განმმა თვეებმა აჩვენა თუ არა რომ ამ მიმართულებამ გაამართლა და ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს მთავრობის. პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მივესალმები რა თქმა უნდა ტელემაყურებელს ამ შესაძლებლობასაც რა თქმა უნდა გამოვიყენებ იმისათვის რომ მაქსიმალურად გავცე პასუხი თქვენს ეთერში დაინტერესებულ პირებს და ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი საჯარო კონკურსი. ეს არის მეორე საჯარო კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ანუ ეგრეთ წოდებული IP-ების ერთი მხრივ ორგანიზაციულ განვითარებას და გრძელვადიანობის მდგრადობის უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ ეს არის ასევე რა თქმა უნდა სამოქალაქო ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ანუ შესაბამისად განსხვავება მიმდინარე მცირე გრანტების საჯარო კონკურსისგან არის ის, რომ ჩვენ აქ ორი მიზნისთვის ვაძლევთ შესაძლებლობას ორგანიზაციებს, რომ მოიპოვონ სახელმწიფო დაფინანსება და გაძლიერდნენ თვითონ როგორც ინსტიტუციურად, ანუ ორგანიზაციულად და სტრუქტურები ჩამოაყალიბონ, რაც საჭირო არის, რა თქმა უნდა, გრძელვადიანი განვითარებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, განახორციელონ სამოქალაქო ინიციატივები, რომელიც არის მიმართული სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი სიკეთისთვის. კი ბატონო, რა მოლოდინი გაქვთ, ვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს და რა მოლოდინი გაქვთ? მონაწილეობის მიღება შეუძლია ისევ და ისევ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ანუ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებს, რომლებიც რეგისტრირებული და მოქმედია საქართველოში და სწორედ მათ ერთ-ერთი კითხვა უკავშირდება რომ პირობითად მაგალითად გამოცხადებამდე თუ ვარ დავუშვათ ერთი თვის შექმნილი ან გამოცხადების მომენტისთვის დავასრულე როგორც ორგანიზაცია ჩამოყალიბება და არ მაქვს რაღაც ბექგრაუნდი და წინა ისტორია. მაინც შემიძლია ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა სწორედ ეს იყო. თავისთავად ინიციატივა არის ახალი და შესაბამისად სააგენტო ცდილობს რომ თანაბარი შესაძლებლობები მისცეს როგორც უკვე არსებულ, ასევე ახლა დაფუძნებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. შესაბამისად ჩვენ ასეთი მკაცრი კრიტერიუმი არ განუსაზღვრეთ ჩვენ საგრანტო ასე ვთქვათ მონაწილეებს იმისათვის რომ მართლაც მიიღონ მონაწილეობა და მიიღონ ჩვენგან მხარდაჭერა, ანუ სახელმწიფო გრანტის გაცემის კუთხით და შესაბამისად განახორციელონ ის და შეასრულონ და მიაღწიონ იმ მიზნებს, რაც არის ვთქვათ საგრანტო კონკურსით განსაზღვრული. თქვენს პასუხად გაგცემთ კიდევ ერთხელ რომ ესე იგი ასეთი კრიტერიუმი არ გვაქვს, ჩვენ განსაზღვრეთ თანაბრობის პრინციპი და დიდი იმედი გვაქვს რომ როგორც აკვე არსებული, ასევე ახალდაფუძნებული ორგანიზაციები ისარგებლებენ და მიიღებენ მონაწილეობას. თქვენ ახლა ახსენეთ სიტყვა მდგრადობა და ამ ახალმა კონკურსმა უნდა უზრუნველყოს არასამთავრობო სექტორის მთლიანობაში მდგრადობა, მათ შორის რა თქმა უნდა ფინანსურ ნაწილშიც. რა მოლოდინი გაქვთ და საერთო ჯამში რამხელა ბიუჯეტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თითო საგრანტო განაცხადზე რა თანხის გაცემა შეგიძლიათ? კი ბატონო, მთლიანობაში სააგენტოსთვის წელს ბიუჯეტში არის განსაზღვრული 20 მილიონი ლარი. შესაბამისად ეს არის ის თანხა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ტიპის ინიციატივისთვის საჯარო კონკურსის გზით. თითეული საგრანტო განაცხადი ინსტიტუციური განვითარების საჯარო კონკურსისთვის არ უნდა აღემატებოდეს 700.000 ლარს და შესაბამისად 700.000 ლარიანი საგრანტო განაცხადით შეუძლია მომართოს თითოეულმა საზოგადოებრივ ორგანიზაციამ და მოიპოვოს ეს სახელმწიფო გრანტი და განახორციელოს შემდეგ ის მიზნები, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, განსაზღვრული საგრანტო განაცხადით. რაც შეეხება უკვე გამოცხადებულ საგრანტო განაცხადს, გადაწყვეტილების მიღებას ველოდებით, რომელიც ზაფხულში იყო გამოცხადებული, იქ როგორი სურათი გვაქვს? საბოლოოდ რამდენი ათასი განაცხადი შემოვიდა? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაყურებელს მეტნაკლები წარმოდგენა ჰქონდეს, რამდენად აქტიური იყო დავუშვათ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები ამ მიმართულებით და აი გადარჩევის პროცესი როგორი იყო, ესეც მნიშვნელოვანია.
თქვენ ახსენეთ, რომ ჯერ კიდევ მიმდინარე არის და ჩვენ 11 ოქტომბრის ჩათვლით საბჭო მიიღებს უკვე გადაწყვეტილებას და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება თუ ვინ მოიპოვა სახელმწიფო გრანტი და შესაბამისად ეს ინფორმაცია უკვე მომდევნო კვირის ბოლოსკენ იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ციფრებს, ძალიან დიდი მომართვიანობა იყო, როგორც არაერთგზის ვახსენე, ეს არის ახალი ინიციატივა და შესაბამისად გსურს, რომ რაც უფრო მეტი დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია ისარგებლებს. 403 განაცხადი იყო, რომელიც ჩვენ პირველად გამოვაქვეყნეთ საქმის წარმოებაში დარეგისტრირდა 346 განაცხადი, იქ იყო დუბლირება და შესაბამისად 346 იყო, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია, ხოლო 257-მა დააკმაყოფილა ეგრეთ წოდებული ფორმალური შესაბამისობა და გადაეცა საბჭოს და სწორედ 257 განაცხადზე საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას უკვე მომდევნო კვირაში. რამდენი დაკმაყოფილება შეგიძლია თუ ის აკმაყოფილებს 257-ს შეგიძლიათ გასცეთ ეს თანხა? ეს არის კონკურსი. შესაბამისად, ეს არის იდეათა კონკურსი. ამდენად წინასწარ ამის თქმა თუ რამდენი იქნება მხარდაჭერილი საბჭოს მიერ რთულია, მაგრამ ნებისმიერ განაცხადს, რომელიც გადაეცა საბჭოს აქვს თანაბარი შესაძლებლობა, ხოლო უკვე იდეაზე და იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი არის ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. კი ბატონო, თქვენ გქონდათ შერჩეული პრიორიტეტები, რა პრიორიტეტებზეც ის მიხედვითაც შეეძლოთ დაუშვათ იგივე განაცხადების მიღება. რამდენად აი ამ გადარჩევის პროცესმა რა აჩვენა? რამდენად თანხვედრაში იყო ეს პრიორიტეტები და შესაბამისი განაცხადები და რამდენად სწორად გაიგეს ამ ორგანიზაციებმა, რა მიზანი აქვს სახელმწიფოს ამ ნაწილში და რა მიზნის დაკმაყოფილება ემსახურება მთელი ეს პროცესი? დავიწყებ იქიდან, რომ ძალიან ბევრი კითხვა მოდიოდა თუ ვინ არის ჩვენი სუბიექტი. შესაბამისად, ვისარგებლებ ამ შესაძლებლობები და კიდევ ერთხელ განმარტავ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ეს არის არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი სწორედ არის, რომ ჩვენ სამოქალაქო ინიციატივებს უჭერთ ხარს, ეს არის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი სიკეთის შემქმნელი რაღაცა იდეა, საპროექტო იდეა, სამოქალაქო ინიციატივა. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვაფინანსებთ, ანუ ჩვენ მანდატში არ შედის ბიზნეს იდეების ხარდაჭერა, იმიტომ რომ ხშირად არის ასეთი კითხვები დასმული და მინდა რომ მეტი სიცხადე შევძინო, თუ რას აკეთებს სააგენტო და ამ ინიციატივის მიღმა რა არის. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ყველა პრიორიტეტზე არის შემოსული არაერთი განაცხადი. სტატისტიკურად რომ ავიღოთ, ყველაზე მეტი განაცხადი არის განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობის მიმართულებით, ხოლო მეორე დემოკრატიული ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები და შემდეგ ასე ვთქვათ, ეს სტატისტიკა ჩაშლილი არის. უბრალოდ მე ხაზი გავუსვი ყველაზე მეტ განაცხადს, რომელიც დაკმაყოფილდა. თუმცა არის ეს ბევრი განაცხადი, რომელიც რამდენიმე პრიორიტეტს პასუხობს და ცხადი არის ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ, სურათი არის. რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სწორად იყო აღქმული და გაგებული მთელი პროცესი, სააგენტო მაქსიმალურად ცდილობდა როგორც წერილობით, ასევე სატელეფონო კონსულტაციებით, რომ ნებისმიერ კითხვაზე სრულყოფილად ეპასუხა დაინტერესებული პირებისთვის და ჩვენ ნამდვილად მოწოდებული ვიყავით, სრული გუნდი ჩართული ვიყავით ამაში, რომ თვითონ პროცესში მართლა მხარდაჭერა გამოგვეთქვა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხი სრულყოფილად გაგვეცა, რომ დავხმარებოდით მათ საგრანტო განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაში. ის რაოდენობა, რომელიც არის წარმოდგენილი, ეს რაოდენობა შეესაბამებოდა თქვენს მოლოდინებს თუ დაუშვათ იმაზე მეტია, ვიდრე ვარაუდობდით, რომ რეალურად იქნებოდა ინტერესი. ეს არის იმაზე მეტი, რასაც ჩვენ ვარაუდობდით. ცხადი არის რაღაცა საორიენტაციო თქონდა აღებული, მაგრამ ჩვენ გახარებს ის, რომ დიდი რაოდენობა არის უკვე არსებული ორგანიზაციებისგან შემოსული განაცხადები და ასევე არის გარკვეული ნაწილი, რომელიც ახლა დაფუძნდა 2025 წელს, როდესაც ინიციატივა უკვე გაცხადდა და ჩამოყალიბდა სააგენტო. კი ბატონო, მოლოდინები როგორი უნდა ჰქონდეს საზოგადოებაში, დავუშვათ მთლიანობაში, თუნდაც იგივე საგრანტო თანხები ხარ 700.000 პრინციპში, ჩემი გადმოსახედი და საკმაოდ სოლიდური თანხა ამა თუ იმ ორგანიზაციის მდგრადი გავითარებისთვის. თან ის არის ეს ერთ წლის ბიუჯეტია, ხო ლაპარაკით თუ სწორად მივხვდი. აი ამ პროცესების გათვალისწინებით რა მოლოდინი უნდა ჰქონდეს საზოგადოებას, შემდგომ რა ტიპის საკონკურსო განაცხადების მიღებას ფიქრობთ და რამდენად ფიქრობთ, რომ შეიძლება რომ რაღაც პროცესში თუნდაც იგივე პრიორიტეტები შეიცვალოს ან დაიხვეწოს. დავაზუსტებ, რომ ეს
განხორციელების პერიოდი არის სულ მცირე 9 თვე და მაქსიმუმი არის 24 თვე. ანუ 700.000 ლარი ეს მაქსიმალური ბიუჯეტი გათვლილი არის სწორედ აი ამ პერიოდისთვის. კი ბატონო. ინდივიდუალურად ორგანიზაციამ თავად უნდა გასაზღვროს ის საჭიროებები, რაც მის დღის წესრიგში არის. ცხადი არის ახლა დაფუძნებულისთვის ეს იქნება ყველაფერი თავიდან ასაწყობი და ბუნებრივი არის მან უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს მისი გრძელვადიანი ხედვა, იმიტომ რომ სახელმწიფოს ინტერესი არის რომ ეს არ იყოს ერთჯერადი მხარდაჭერა, არამედ ნამდვილად თქვენც ახსენეთ რომ სამოქალაქო საზოგადოება მდგრადად განვითარდეს და მას ჰქონდეს რა თქმა უნდა მოლოდინი რომ ასეთი ტიპის მხარდაჭერას ის სახელმწიფო უწყვეტად, ანუ ყოველწლიურად მოიპოვებს იმ სხვადასხვა საჭიროებებზე, რომელიც მის დღის წესრიგში დგას და ბუნებრივი არის ის ერთი მხრივ თავად განვითარდება როგორც ორგანიზაცია, ხოლო მეორე მხრივ რა თქმა უნდა სახელმწიფო და საზოგადოებრივ სიკეთეს შექმნის უკვე აი ამ დაფინანსების ფარგლებში. კი ბატონო, ვისაც უკვე წარმოდგენილი აქვს იდეების კონკურსში, განაცხადი, მათ აქვს თუ არა შესაძლებლობა რომ ამ ახალ კონკურსის მიიღონ მონაწილეობა და რამდენად შეიძლება რომ დაუშვათ ერთი და იგივე ორგანიზაციას რამდენიმე კონკურსში კონდეს მონაწილეობა მიღებული და რამდენჯერმე მიიღოს დაუშვათ სააგენტოსგან დაფინანსება. კი ბატონო, ერთ-ერთი კითხვა რომელსაც ახლა ვცდილობ რომ რამე არ გამომრჩეს და ამიტომაც უსვამ ხაზს. პირიქით, ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს პასუხგაცემული და მადლობა პირიქით ამ კითხვებისთვის. ორგანიზაციები, რომლებმაც მცირე საგრანტო კონკურსში მიიღეს მონაწილეობა, ცხადია მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ინსტიტუციური განვითარების საჯარო კონკურსში მონაწილეობა. მთავარი არის ის, რომ იდენტური საპროექტო იდეა არ უნდა იყოს წარმოდგენილი. ინსტიტუციური განვითარების საჯარო კონკურსში ვახსენე, რომ ეს არის ორკომპონენტიანი, ანუ ორ მიზანს უნდა პასუხობდეს და ამდენად ინსტიტუციური განვითარების ხედვა არის მნიშვნელოვანი, რომ იყოს კაფეო ჩამოყალიბებული, ხოლო ასევე რა თქმა უნდა ის საპროექტო იდეა სამოქალაქო ინიციატივის ფორმით. შესაძლებელია რა თქმა უნდა, რომ იგივე ორგანიზაციამ სამომავლოდაც მიიღოს მონაწილეობა ახალ იდეაზე დაფუძნებით და წარმოადგინოს საგრანტო განაცხადი. პრიორიტეტებიც დარჩება ამ ეტაპზე იდენტური, შესაძლოა სამომავლოდ გარკვეული პრიორიტეტები კიდევ უფრო მეტად ასე ვთქვათ განისაზღვროს სხვადასხვა საჯარო კონკურსის დროს, რომ მხოლოდ იმ პრიორიტეტებზე იყოს ასე ვთქვათ კონკურსი გამოცხადებული, მაგრამ ამ ეტაპზე ყველა პრიორიტეტი უცვლელად იქნა გამოცხადებული და ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას შეუძლია ცხადი არის მონაწილეობის მიღება. კითხვა თქვენ ახსენეთ რომ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის ეს იყო მთავარი мотиваცია სახელმწიფოს მხრიდან და რომ ბიზნეს კერძო სექტორი ამ კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებს. თუმცა ასეთი კითხვა იყო, რომ პირობითად თუ რომელიმე კერძო კომპანიას პარალელურად მას აქვს დაფუძნებული ან მის რომელიმე წევრი მონაწილეობას ღებულობს, მათ შორის თუნდაც ხელმძღვანელი პირი და აქვს არასამთავრობო ორგანიზაციაც, ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაციას დაფუძნებული, რამდენად შეუძლიათ მათ მონაწილეობის მიღება. ანუ ერთდროულად ერთ და იგივე პირი არის კერძო ბიზნესის ფლობელიც, ან დამფუძნებელი ან ხელმძღვანელი და პარალელურად მას აქვს სამოქალაქო საზოგადოება, ანუ ორგანიზაციული სახით. აი ეს რამდენად შეუძლიათ რომ მონაწილეობა მიიღონ ამ კონკურსში. საზოგადოებრივი ორგანიზაციის IP-ის ფორმით მისი მიუხედავად იმისა, კერძო სუბიექტის მიერ არის დაფუძნებული თუ ფიზიკური პირის მიერ აქვს უფლება რომ მიიღოს მონაწილეობა და შემოვიდეს ჩვენ საჯარო კონკურსში. ცხადი არის, აქ არის მნიშვნელოვანი ის, რომ გამიჯნული იყოს, რომ სწორედ IP, ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც სურს რომ სახელმწიფო გრანტი მოიპოვოს, ნამდვილად მოხმარდება და ბუნებრივი არის განხორციელდება ისე, როგორც არის ჩვენი მიზნებით გაცხადებული. ანუ ეს არ უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ირიბი კონტრიბუცია დაფინანსების წყარო კერძო ბიზნესისთვის. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და სამომავლოდ იმედი გვაქვს და მოლოდინი, რომ კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობაც გაიზრდება და ჩვენ ერთობლივად თანადაფინანსებითი გრანტების გაცემით განვახორციელებთ არაერთ საგრანტო პროექტს. და მნიშვნელოვანი განაცხადია, უკვე გაქვთ მოლაპარაკება ამ მიმართულებით კერძო სექტორთან თუ დაუშვათ ჯერ მხოლოდ ეს დამუშავების ეტაპზეა ეს იდეა. ეს არის მხოლოდ ჯერჯერობით ჩვენი სამართლებრივი ჩარჩო და ეს ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, გაცხადებული ინსტრუმენტია, თუმცა ამ ეტაპზე როგორც ახლა დაფუძნებული სააგენტო საჯარო კონკურსის გამოცხადებით ვიწყებთ ჩვენ საქმიანობას იმისათვის, რომ ეს ინიციატივა მართლაც ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ხოლო სამომავლოდ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს და ჩვენც რა თქმა უნდა ამ კუთხით ვიმუშავებთ, რომ კერძო სექტორის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თანამშრომლობა შედგეს
მოხდეს არაერთი პროექტის მიმართულებით. თუ გაქვთ დაუშვათ მოლოდინი, რომ თუ ბევრი კარგი პროექტი წამოვა, სახელმწიფო გაზრდის დაფინანსებას ამ შემთხვევაში, რომ დაუშვათ 20 მილიონი გაიზარდოს და შესაბამისად რაც შეიძლება უფრო მეტი ორგანიზაცია შეძლოს აი ამ კონკურსებში მიდან განაცხადების დაკმაყოფილება. ნამდვილად არის ეს მოლოდინი და ეს პროგნოზიც. თქვენ ახსენეთ და მეც უბრალოდ დავიმეორებ. დიახ, 4 წლიან პერსპექტივაში ეს პროგნოზი არის მზარდი და შესაბამისად ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ყოველწლიურად დაფინანსება გარკვეული სახით, რთულია რა თქმა უნდა ამ ეტაპზე კონკრეტული ციფრის დასახელება, მაგრამ პროგნოზი არსებობს და ეს იქნება რა თქმა უნდა მზარდი დაფინანსება და ამას ცხადყოფს რა თქმა უნდა შესაბამისად ის თანამშრომლობაც და ის ციფრებიც, რომელიც დღეს უკვე არსებობს, მაგრამ როდესაც უკვე ჩვენ დაფინანსებებს გავცემთ, ბუნებრივი არის ეს უკვე იქნება ის შედეგი, რომელიც მოგცემს იმის თქმის უფლებას და შესაძლებლობას, რომ უნდა გაიზარდოს დაფინანსება. და რა თქმა უნდა, კითხვები არსებობდა და იარსებებს კიდეც გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მიმართებაში და შესაბამისად რამდენად ობიექტური კრიტერიუმებით მოხდება გადაწყვეტილების მიღება, საბჭო რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომლისგანაც ველოდებით იდეების კონკურსზე საბოლოო გადაწყვეტილებას, თუმცა მთლიანობაში ის რომ საზოგადოებას არ გქონდეს განცდა, რომ რაღაც არასწორად კეთდება ამ ნაწილში თან მithumetes სახელმწიფო ბიუჯეტზე ალაპარაკი, სახელმწიფო ფულზე ალაპარაკი, თითოეული ჩვენგანის, ანუ გადასახადის გადამხდელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილ თანხაზე, სწორედ ამიტომაც ვკითხულობ, რეალურად რამდენად ობიექტურ კრიტერიუმებზე არის დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება და მერე კონტროლის მექანიზმი, რომ აი პირობითად ის რომ არ მოხდეს, რომ დაუშვათ იგივე თუნდაც სადმე გადამისამართეს და იმ გაცხადებულ მიზნებს არ შეესაბამოდეს. აი ამის კონტროლის მექანიზმი როგორია? ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ რა გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული, ეს იყოს გამჭვირვალე. ამისათვის პირველ ეტაპზე როგორც კი საჯარო კონკურსი გამოვაცხადე, ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ ის კრიტერიუმები, რაზე დაფუძნებითაც საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას. როდესაც გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, სააგენტო შესაბამისად ინფორმირების უზრუნველყოფის მიზნით და საჯაროობის მიზნით ყველა გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომს გახდის, ანუ ინფორმირებას უზრუნველყოფს საზოგადოების. და რა თქმა უნდა, დაინტერესებულ პირებს განემარტებათ, დამატებით, თქვათ ის დეტალები, რის საფუძველზეც იქნა ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება კონტროლის მექანიზმს, სააგენტოს მთავარი ამოცანა მათ შორის, რა თქმა უნდა, და ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის მონიტორინგი. მონიტორინგი არა მხოლოდ შედეგების კუთხით, არამედ, რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხით, იმისათვის, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, უზრუნველყოთ მიზნების მიღწევა, იმ მიზნების, რომელიც, რა თქმა უნდა, დაფინანსდება სახელმწიფო გრანტის ფარგლებში და ასევე სახელმწიფო გრანტის მიზნობრივად დახარჯვა და ეს არის ჩვენი რა თქმა უნდა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა რომ მთლიანად დავამონიტორებთ ამ პროცესს როგორც გაცემის ასევე რა თქმა უნდა განხორციელების ეტაპზე. კითხვა ჩვენი საუბრის ბოლოს თუ ამა თუ იმ ორგანიზაციას უკვე მიღებული აქვს აი ამ კონკრეტულ მოცემულ პერიოდში დაახლოებით მსგავსი იდეებისთვის საერთაშორისო რომელიმე დონორი ორგანიზაციის გრანტი მას მაინც შეუძლია თუ არა თქვენგან ამ შემთხვევაში სააგენტოსგან მიიღოს დაფინანსება გამარჯვების შემთხვევაში ბუნებრივია კონკურსში. მნიშვნელოვანი ის არის რომ იდენტური არ უნდა იყოს იდეა, რომელსაც წარუდგენს სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს კონკურსის ფარგლებში. იმიტომ რომ ეს არის შეზღუდვა და ეს ნებისმიერ პირს შეუძლია ნახოს რომ მსგავსი იდეა, მსგავსიც თქვენ ახსენეთ სიტყვა მსგავსი შესაძლოა იყოს, მაგრამ ის არ უნდა იყოს მართლაც აბსოლუტურად იდენტური, რომელიც უკვე დაფინანსებულია. თამსდევი იდეა შეიძლება იყოს, ან რაღაცა თქვათ ამ იდეის გაგრძელება, ან განვითარება, მაგრამ ცხადი არის ეს არ უნდა იყოს დუბლირება. მე იმედი მაქვს რომ ყველა ის კითხვა რომელიც აქვს საზოგადოებას ამ მიმართულებით დავშვი, სხვა დროსაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბუნებრივია პირდაპირ ეთერში და ველოდებით საბოლოოდ კონკურსის პირველი ეტაპის კონკურსის შედეგებს და მეორე ეტაპზე რამდენი განაცხადი იქნება. თამარ ზოდელავა იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი. ასეთი იყო ბიზნეს პარტნიორი დღეს, მე და თქვენ ერთმანეთს პროექტის ფარგლებში ხვალ შევხვდებით, მშვიდობიანი დღე, ნახვამდის.